მოგესალმებით მეგობრებო, დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას. დღეს იცით რომ ბოლო ახალი მთვარია ამ წელში და მინდა ვნახო, რას მოგიტანთ აი ეს 2025 წლის ბოლო ახალ მთვარეობა თქვენ წლის ბოლომდე. რა ენერგიებს შემოიტანს თქვენს რეალობაში? მანამდე კი მადლიერებას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ. მადლობა ჩემს გამომწერებს, აი იმ ახალ შემატებულ გამომწერებს. მადლობა კომენტარების ავტორებს, რომლებიც არიშურებთ თბილ სიტყვებს. ეს ბალანსი ჩვენ შორის ნამდვილად საჭიროა რომ შედგეს და მე კი ვეცდები გაგანებივროთ ახალი გაშლებით. ახლა რა ენერგიებში ხართ? 21 დეკემბერს თქვენი ენერგიები ცოტა დაძაბულები ხართ, აქტიურად ხართ. შეიძლება აქტიურად მუშაობთ სამსახურში, წლის ბოლოა და გინდათ რომ რაღაც გეგმა შეასრულოთ. შეიძლება სწორედ ეს აქტიურობა უკავშირდებოდეს ახალი წლის მოახლოებას და ძალიან დაგეგმილად ცდილობდეთ ყველაფერი მოასწროთ. დიდ ფაციფუცში ხართ, ცოტა დაძაბული ხართ და არ იცით რა საიდან დაიწყოთ და როგორ გაართვათ აი ამ ყველაფერს თავი, თუმცა სტრატეგია გააქვთ, რომ ყველაფერი იდეალურად გამოგივიდეთ აი ამ ჩაფიქრებულ ვადაში. ზოგიერთ თქვენგანს დაძაბული სიტუაცია აქვს თავის მამაკაცთან და უკვე ენერგია აღარ ყოფნის მას, რომ რაღაც შეცვალოს. თუ გეცნოთ სიტუაცია მეგობრებო, განაგრძეთ ყურება, ესე იგი ეს თქვენი გაშლა. ნახოთ, რას მოიტანს ახალ მთვარეობა, ბოლო ახალ მთვარეობა თქვენს ცხოვრებაში. სიუხვეს, სიმდიდრეს. აქ ზოგიერთ თქვენგანს მეგობრებო, შეიძლება ბონუსი დაერიცხოს სამსახურში და სწორედ ფინანსური კეთილდღეობა შემოვიდეს და აქ ჩაერიოს თქვენი უფროსი. მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება უნდა პროცედურების ჩატარება თავის მოვლის და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ რაც ჩაფიქრებული გაქვთ 2026 წლამდე თქვენ ამას შეძლებთ. ზოგიერთ თქვენგან შეიძლება სახლის მოწყობა სურს, ავეჯის და რემონტის მოსწრება უნდა და ან თავისი ოთახის გალამაზება სურდა. ნამდვილად შეძლებთ 2026 წლამდე, რომ თქვენ ის კომფორტი შეიგრძნოთ, რასაც თქვენთვის ბედნიერება მოაქვს. თქვენ იქნებით 2026 წლამდე ნამდვილად თვითკმარი ქალბატონი, რომელმაც დაისახა მიზანი და სწორედაც რომ შეისრულა კიდეც, დაისრულა კიდეც. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ახალი კაბის შეძენა სურდა და ის ნამდვილად მოახერხებს ამას. კიდევ რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? თუ მეგობრებო, თქვენ რთული სიტუაცია გქონდათ პარტნიორთან და ახლა ერთადაც არ იმყოფებით, თქვენ ალბათ გაბრაზებული ხართ მასზე, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ადამიანი ჩუმჩუმად უთვალთვალებს როგორც თქვენს სოციალურ ქსელს, ასევე აკვირდება თქვენს ნაბიჯებს. რა სურს ამ ადამიანს თქვენგან? მაშინ ლოგიკური კითხვა. სურს რომ დასრულდეს აი ის რთული პერიოდი,
და სწორედ რომ სტრატეგიას და გეგმას იმუშავებს, როგორ აღადგინოს თქვენთან სიტუაცია. თუ ეს არ გეხებათ თქვენ და არ გყავთ პარტნიორი და რა თქმა უნდა არც ამ რთულ სიტუაციაში ხართ, მაშინ გეტყვით, რომ 2026 წლამდე თქვენს რეალობაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ძალიან თბილ დამოკიდებულებას გამოიჩენს თქვენს მიმართ და თქვენი ურთიერთობა შეიძლება მეგობრობით დაიწყოს, შეიძლება ეს ინტერნეტ მიმოწერით იყოს თავიდან, არ გამოვრიცხავ, სატელეფონო ზარებით იყოს, მაგრამ აუცილებლად ჩაეყრება საფუძველი ახალ ურთიერთობას. რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? მოდი ვნახოთ. რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან? თქვენი ცხოვრებიდან მიდის კარმული მამაკაცი, რომელთანაც ძალიან რთული პერიოდი გაიარეთ და აქ მაღალი ძალები თქვენ გეხმარებიან, რომ აი ეს კარმული პერიოდი თქვენ ცხოვრებაში დასრულდეს და დაგეხმარებიან მაღალი ძალები, რომ გადადგათ ნაბიჯი წინსვლისკენ და ბედნიერებისკენ. ბოლო კითხვა. კარგი და ლამაზი. რა შემოდის ჩემი გოგოებისთვის, ჩემი მაყურებლებისთვის? კარგი. რა შემოდის 2026 წლამდე? რა შემოდის? შემოდის ახალი შემოთავაზება სამსახურში. მიდის აი ეს სევდიანი პერიოდი, აი ეს ფინანსური კრიზისები, რომ არ იცით რაში გადაანაწილოთ თანხა. აი ეს ხელმოჭერის პერიოდი მიდის, რომ ყველაფერს თავისი ადგილი დაუმკვიდროთ, მაგრამ თითქოს ფინანსები არ გკმარათ. აი ეს უკმარისობის, ფინანსური კრიზისის პერიოდი მიდის თქვენი ცხოვრებიდან და მოდის ზოგ შემთხვევაში მოდის რაღაც არჩევანი სამსახურს, ორ სამსახურს შორის, ორ ადამიანს შორის, მოდის აქ თქვენი ინტუიცია უნდა ჩართათ მეგობრებო. გექნებათ აუცილებლად არჩევანი და სამყარო დაგაყენებთ არჩევანის წინაშე და თქვენ გექნებათ ინტუიციურად აუცილებლად შანსი, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ. არჩევანი გააკეთოთ როგორც პირად ცხოვრებაზე, ასევე სამსახურში. ვისაც სურდა ბინის შეძენა, სურდა რაღაც საბუთის აღება, ან თუნდაც მართვის მოწმობის აღება, რაღაც გამოცდის ჩაბარება, ყველას თავისი აქვს. წარმატება გელით მეგობრებო, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ხელიც თხოვან და თუ რომელიმე თქვენგანი ორსულობას ნატრობდა და დედობას, აუცილებლად გეწევათ ეს ბედნიერება. მე კი მინდა ბედნიერება, წარმატება და სიუხვე გისურვოთ და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, დროებით, საუკეთესო სურვილებით.